ცვლილებების სისხლის სამართლის კოდექსში კანონპროექტს ამ წუთებში სისხლის სამართლის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი განიხილავს. იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე შეხვედრის მონაწილეებს ცვლილებათა პაკეტის პირველად ვერსიას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე აცნობს. განხილვას აღმასრულებელი საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან. ცვლილებების პირველადი პროექტი სამუშაო ჯგუფის წევრებმა სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობის შესწავლის შედეგად შეიმუშავეს. რეფორმის მთავარი მიზანი კანონმდებლობის ლიბერალიზაცია და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებაა. სამუშაო ჯგუფებში მომზადდა პირველი შავი სამუშაო ვარიანტი, თუ როგორ უნდა იქნეს გადახედილი კერძო ნაწილის მუხლები, საუბარია ცალკეული მუხლების შემადგენლობების გადასინჯვაზე, ასევე სანქციების გადასინჯვაზე, ზოგადი ამოცანაა, რომ მოხდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაცია. ცვლილებები მიზნად ისახავს ცალკეული მუხლების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანას. სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას გარდა იუსტიციის სამინისტროსი იღებდნენ ასევე სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. დღეს კიდევ ერთხელ განვიხილავთ, შევაჯამებთ აღნიშნულ ცვლილებებს, რის შემდეგაც უწყებები კიდევ ერთხელ წარმოვადგენთ ჩვენს კომენტარებს და მოსაზრებებს.